მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტურ ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, რომელიც ზეეროვნული და ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურებით იმართება. გლობალისტური თავისი პოლიტიკური მოწყობით, სადაც არ უნდა იყოს ეროვნული ინტერესი ან სახელმწიფოებრივი ინტერესი, არამედ უნდა არსებობდეს ერთი გლობალისტური იდეა და ამ გლობალისტური იდეისთვის ყველა სახელმწიფომ საკუთარი სუვერენიტეტი მსხვერპლად უნდა გაიღოს. იმისთვის, რომ ეს მსხვერპლი ხალხისთვის მისაღებად და აუცილებლადაც წარმოჩინდეს, საჭიროა ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ბაღის ასაკიდან მიაწვდიან საზოგადოებას და აუხსნიან, რომ არც სქესი არსებობს, არც ოჯახის ინსტიტუტი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი და მშობლების საქმე ხომ მით უმეტეს არ არის ბავშვი რომელ სოციალურ სქესს, ანუ რომელ გენდერს აირჩევს. სავსებით გასაგებია, რომ იდეოლოგია, რომელიც ორი სქესის არსებობას უარყოფს და გენდერის ცნებაზე აგებს ყველაფერს, საერთოდ ფეხქვეშ გათელავს ქვეყნის ისტორიასაც, წარსულსაც, რელიგიასაც და ტრადიციებსაც. ამ შედეგის მიღწევა კი მარტივი ნამდვილად არ არის. საჭიროა ბევრი შრომა და თანმიმდევრული ქმედებების განხორციელება. სწორედ ამ ქმედებების განხორციელებას აადვილებენ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მაგალითად ჯორჯ სოროსი. ჯორჯ სოროსი ცოტა ხნის წინ ამერიკის აწუკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. მან დააარსა ღია საზოგადოების ფონდები და 32 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა თავის ორგანიზაციაში. თეთრი სახლის განცხადებით, მილიარდერი ფილანტროპი და დემოკრატიული პარტიის უმსხვილესი დონორი მხარს უჭერდა ორგანიზაციებს და პროექტებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც აძლიერებდნენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, განათლებას და სოციალურ სამართლიანობას. თეთრი სახლის განცხადების აზრი გასაგებია. დემოკრატმა პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის უმსხვილესი დონორი დააჯილდოვა და ამით ბაიდენმა როგორც ჩანს 94 წლის ბიზნესმენთან ვალიც მოიხადა. ბაიდენისგან სოროსის დაჯილდოვება მეორე კუთხითაც გასაგებია. ბოლოს და ბოლოს თავად ბაიდენის ადმინისტრაცია იყო შტატებშიც და მსოფლიოს მასშტაბითაც LGBT პროპაგანდისა და ნეოლიბერალური ღირებულებების ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ისევე როგორც თავად სოროსი და მისი ორგანიზაციები იზიარებენ ამ ღირებულებებს. წლების განმავლობაში სწორედ სოროსის ორგანიზაციები წარმოადგენდნენ იმ შუამავალს, რომლის საშუალებითაც საზოგადოების ყველა ფენაში ცდილობდნენ ნეოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას. თან ეს ყველაფერი ხდებოდა შეფარულად და გარედან ყველაფერი იფუთებოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის გავრცელებისა და სხვა ლამაზი სიტყვების ფარდაში. რეალურად როგორი დემოკრატიულებიც არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და თუნდაც სოროსის ფონდი, საქართველოში მიმდინარე პროცესმა საჩვენა. როგორც კი საქმე მივიდა უცხოური ფინანსების გამჭვირვალობასა და შესაბამის კანონამდე, სოროსის ფონდი იყო ერთ-ერთი, ვინც ამ კანონს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მისი წევრები აქციებზეც დადიოდნენ და მათსავე ოფისებშიც ხდებოდა ქმედებების კოორდინაცია. ანუ როდესაც საქმე შეეხო რეალურ გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ყველამ დაივიწყა და სოროსის ორგანიზაციამ ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას. ოღონდ ეს ფინანსები ისევ დაფარული ყოფილიყო. იგივე მოხდა ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებითაც. ორგანიზაცია, რომელიც LGBT ღირებულებებს ქადაგებს და ავრცელებს, ფულსაც LGBT პროპაგანდაში იღებს ძირითადი დამფინანსებლისგან, რომელიც ამერიკაში იმყოფება, ოჯახურ ღირებულებებს ნამდვილად არ შეეგუებოდა და ასეც მოხდა. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის მასშტაბით სწორედ სოროსი და მისი ფონდი იყო არალეგალური მიგრაციისა და ევროპის ქვეყნების საზღვრების უკონტროლო დატოვების ერთ-ერთი ლობისტი. ამიტომაც მოხდა, რომ მისსავე სამშობლოდან სოროსიც გააძევეს, მისი ორგანიზაციას და მისივე უნივერსიტეტიც. გავიხსენოთ, რომ 2018 წელს უნგრეთში სერიოზული სახელმწიფოებრივი კამპანია დაიწყო, რომელიც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების კიდევ უფრო ძლიერად დაცვას გულისხმობდა. ამ ყველაფრის სათავეში კი პრემიერი ვიქტორ ორბანი იდგა. მისი პარტიის მიერ მიღებული კანონების შედეგად დღეს უნგრეთში აღარც სოროსის უნივერსიტეტი მოქმედებს და აღარც ღია საზოგადოების ორგანიზაცია, რაც ეროვნული პოლიტიკის გზაზე ორბანის სერიოზული მიღწევა იყო. სწორედ სოროსს ადანაშაულებდნენ მაშინ არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში, ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ კამპანიის გატარებასა და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობებში. მისასალმებელი კი ის არის, რომ თუ ადრე ევროპის ქვეყნების მასშტაბით ძირითადად მაინც ვიქტორ ორბანს უწევდა სოროსისა და მისი გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა, დღეს ვითარება იცვლება. წინა კვირაში ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია, ანუ ის პოლიტიკოსები, ვინც ჩვენს
ეკრანებზე ყველაზე ხშირად ჩანან. ევროკავშირის მართვა აბარიათ და ჩვენ ევროკრატებს ვუწოდებთ, ორბანმა სოროსის ჯიბეში მყოფ პირებად მოიხსენია. ერთ-ერთი, ვინც ორბანს ეთანხმება, არის იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მელონიმ ცოტა ხნის წინ ღიად დაადანაშაულა ჯორჯ სოროსი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე. ასეთ ჩარევებსა და ჩარევების მცდელობებს საქართველოში უკვე ბოლო რამდენიმე წელია ვხედავთ. იქნება ეს არასამთავრობოების მიერ კონკრეტული ქმედებების მოთხოვნები, მათი ორგანიზაციების დაფინანსების ფარულობა და საფუძვლიანი ეჭვები ამ დაფინანსების პარტიების ანგარიშებზე გადასვლასა და შემდეგ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ულტიმატუმები. ჯორჯ სოროსი სამიზნეში ხავს ამოღებული ილონ მასკსაც. მას კი ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანახმწრომელის პოზიციას დაიკავებს. ესეც რომ არ იყოს, მან ტრამპის საარჩევნო კამპანია დაახლოებით 250 მილიონი დოლარით დააფინანსა და მის ერთ-ერთ უახლოეს პიროვნებად იქცა. შესაბამისად, მისი პოზიცია შეიძლება ტრამპის პოზიციას შევაფასოთ. ილონ მასკს კი ალბათ ვიქტორ ორბანზე უფრო მეტად არ უყვარს ჯორჯ სოროსი და ეს მისი განცხადებების სიხშირეშიც ჩანს სოროსთან მიმართებით. მელონის განცხადებების შემდეგ მასკი ამბობდა, რომ სოროსი უკვე მარცხ ხდება, ხოლო მას შემდეგ, რაც სოროსმა ბაიდენისგან მედალი მიიღო, უკვე ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და ფაქტს საშინელება უწოდა. ჯორჯ სოროსის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. მე-20 საუკუნეში ლიბერალური სამყაროს და მისი იდეების ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი და ფინანსური დონორი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის სახელით საკმაოდ ბუნდოვან და რიგ შემთხვევებში დანაშაულებრივ წარსულს უკავშირდება. ეს ჯორჯ სოროსი და მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია ღია საზოგადოების ფონდია, რომელმაც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყანაში გაიდგა ფესვები, პოსტსაბჭოთა სივრცით დაწყებული აფრიკული ქვეყნებით დამთავრებული. 2004 წელს ლოს-ანჯელეს თაიმში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორჯ სოროსი საკუთარ თავს ღმერთს ადარებს. ჩემი წარმოსახვით ერთგვარი ღმერთი გავხდი. მსგავსი ამპარტავნობა და განდიდების მანია ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, მაგრამ ჯორჯ სოროსის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ და განსაკუთრებით იმას, თუ რა სპეკულაციებით და ფინანსური მაქინაციებით დააგროვა მან კაპიტალი, ბევრი რამ გასაგები გახდება. ოფიციალური სტატისტიკით მისი ქონება დღევანდელი დღისთვის 7 მილიარდ დოლარს უტოლდება. 2017 წელს სოროსის ფონდი ღია საზოგადოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით 1984 წლიდან მან დემოკრატიის მხარდაჭერაში და სხვადასხვა აქტივობებში საერთო ჯამში 32 მილიარდი დოლარი დახარჯა. თუმცა სანაცვლოდ რა რაოდენობის თანხა გამოიმუშავა, ან რაოდენობის ზიანი მიაყენა სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს, ამას უკვე აღარ აკონკრეტებენ. ჯორჯ სოროსი 1930 წელს დაიბადა უნგრეთში, ებრაულ ოჯახში. მისი თავდაპირველი სახელი და გვარი ჯორჯ შვორცი იყო, თუმცა მოგვიანებით მამამისმა გვარი სოროსად გადაიკეთა, რათა უფრო უნგრული ჟღერადობა ჰქონოდა და ევროპაში დაწყებულ ანტისემიტურ შევიწროებას რომ გადარჩენოდა. ბუდაპეშტიდან სოროსი დიდ ბრიტანეთში გადავიდა. 1992 წელს მისი აქტიური მონაწილეობით მოხდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ბაზრის ჩამოშლა, რაც ისტორიაში შავი ოთხშაბათის სახელით შევიდა. სოროსი წლების განმავლობაში ყიდულობდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს და 1992 წლის 15 სექტემბერს მისმა ფონდმა კვანტუმმა ერთიანად გაყიდა 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რამაც ბრიტანული ვალუტის გაუფასურება და ბაზრის კოლაფსი გამოიწვია. ასე გამოიმუშავა მან პირველი მილიარდი დოლარი საკუთარ აქტივში. ამის შემდეგ ჯორჯ სოროს არც თუ ისე საამაყო მეტსახელი შეარქვეს, ადამიანი, რომელმაც ინგლისის ბანკი დააქცია. მაგრამ ფინანსური დანაშაულებების და ქვეყნების ეკონომიკების ჩამოქცევის საქმეში ჯორჯ სოროსი დიდი ბრიტანეთით არ შემოფარგლულა. მან მთელი აზიური კონტინენტი შეარყია და ბევრ ქვეყანაში ფინანსური კრიზისების წარმოქმნასაც შეუწყო ხელი. ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, იაპონია და რუსეთი. 1997 წელს აზიურ ქვეყნებში უმძიმესი ფინანსური კრიზისი დაიწყო. ის თითქმის ყველა ქვეყანა შეეხო და მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუარესა. მალაიზიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაჰათირ მოჰამადმა პირდაპირ ჯორჯ სოროს დასდო ბრალი სავალუტო სპეკულაციებში და ქაოსის დათესვაში. 1998 წელს CBS-ის ეთერში გასულ გადაცემაში 60 წუთი ჟურნალისტმა სოროს დაუსვა კითხვა მისი როლის შესახებ აზიურ ქვეყნებში გამოწვეულ კრიზისებში, რაზეც სოროსი ცინიკურად და ნაწილობრივ გულწრფელად პასუხობს, რომ ფულის კეთების გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენ გადანაშაულებდნენ ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში და რუსეთში გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო.
თქვენ ამდენად ძლიერი ხართ? Great misunderstanding. ჩემი აზრით ეს გაუგებრობაა. ჩემი მთავარი მიზანი იქ ფული შოვნაა. მე არ და ვერ ვუყურებ ჩემი ქმედებების სოციალურ შედეგებს. What I do. ლიბერალების მთავარმა მხარდამჭერმა ფაქტიურად აღიარა, რომ მისთვის მთავარი ფულის კეთებაა და საერთოდ არ ადარდებს ის სოციალური რყევები და კრიზისები, რასაც მისი საქმიანობა იწვევდა. Which George Soros am I talking to now? რომელ ჯორჯ სოროს ველაპარაკები ახლა? ამორალურ ჯორჯ სოროს თუ მორალურ ჯორჯ სოროს? ეს ერთი ადამიანია, რომელიც ხანდახან ამორალურ საქმიანობაშია ჩართული, ხოლო დანარჩენ დროს კი ცდილობს ზნეობრივი ადამიანი იყოს. Syrian Jew. აი ასეთი საეჭვო, კონტროვერსიული და დანაშაულებრივი წარსულის მქონე ადამიანმა ერთშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ სოფლიოს და მისი მოსახლეობის ცხოვრების შეცვლა სურს უკეთესობისკენ. თქვენ გჯერათ, რომ ადამიანი, რომლის მთავარი გაცხადებული მიზანი ფულის შოვნა და კაპიტალის დაგროვებაა, სხვებზე ზრუნვით და ალტრუისტული ქმედებებით შეიძლება დაკავდეს. ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია. სოროსის ფონდი ღია საზოგადოება 1970-იანი წლების ბოლოდან იწყებს საქმიანობას და ათობით სხვადასხვა ქვეყანაში ხსნის ორგანიზაციებს. თვითონ ჯორჯ სოროსის თქმით, მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა ლიბერტარიანელმა ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა და მისმა ნაშრომმა ღია საზოგადოება და მისი მტრები. სოროსმა პოპერი ბრიტანეთში ცხოვრების დროს გაიცნო. პოპერის ხედვების დედააზრი ის იყო, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მეცნიერული ცოდნის არსს. თვითონ სამყაროს პრიმიტიულად მხოლოდ დახურულ და ღია საზოგადოებებად ყოფდა. მეცნიერების ფილოსოფოსების უმრავლესობისთვის პოპერის აზრები მიუღებელი იყო. კარლ პოპერი თვლიდა, რომ იდეური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ არც ძალის გამოყენება არ იყო ურიგო. ანუ ეს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი პირველი დეკლარირება იყო. ამ ფორმულირებით მე არ გულისხმობ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა დავთრგუნოთ ის ხალხი, ვინც ჩვენს ფილოსოფიას არ ეთანხმება. იქამდე, სანამ ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გაუწიოთ მათ რაციონალური არგუმენტებით და საზოგადოებრივი აზრის კონტროლით, მათი აზრის დათრგუნვა და ჩახშობა არასწორი იქნება, მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა განვაცხადოთ ჩვენი უფლების შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ძალაც გამოვიყენოთ. სოროსმა პოპერი გააღმერთა და მისი ულტრალიბერალური, თუმცა ანტიდემოკრატიული ხედვები მთელ მსოფლიოს ძალით მოახვია თავს. სოროსი და მისი ორგანიზაციების მსოფლიო ქსელი დემოკრატიის და თავისუფლების საბაბით მოქმედებდა, თუმცა ის უფრო მეტად იყო დაინტერესებული ეკონომიკის ლიბერალიზაციით. რათა მსხვილი კაპიტალის მფლობელების ინტერესები გაეტარებინა და ამით საკუთარი ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. ეკონომიკის დერეგულაცია და მაქსიმალური გახსნილობა სოროსს, სხვა ოლიგარქებს და გავლენიან ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ფინანსურ ბაზრებზე სპეკულაციის და ქვეყნების კანონიერი ძარცვის საშუალებას აძლევდა. იქ სადაც დამოუკიდებელი პატრიოტი ლიდერები ხელმძღვანელობდნენ ქვეყნებს, სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო გადატრიალებების და მასობრივი არეულობების მოწყობას ცდილობდნენ. სოროსის ფონდი მაგალითად აქტიურად აფინანსებდა ბოკერიას თავისუფლების ინსტიტუტს და უგულავას კმარას საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად 2003 წელს. სოროსის ბიუჯეტით დაფინანსებული სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. ნარკოტიკების პოპულარიზაცია და ლეგალიზაცია, LGBT პროპაგანდა, მიგრანტების საკითხის ლობირება, ბრძოლა სარწმუნოების წინააღმდეგ, გადასახადების შემცირება. იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაშიც სოროსის ფონდები მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ. მაგრამ ჯორჯ სოროსის პიროვნების, ასევე მის მიერ კულტივირებული ულტრალიბერალური ბოდვების მიმართ სხვადასხვა საზოგადოებაში სიზღი სულ უფრო მეტად გროვდებოდა. სიმბოლურია, რომ პირველი ქვეყანა, სადაც სოროსიზმის დემონტაჟი მოხდა, მისი სამშობლო უნგრეთია. რამდენიმე წლის წინ მთელს ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია დაიწყო სახელწოდებით Stop Soros. ვიქტორ ორბანმა სოროსის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით შეუტია. პირველ რიგში ბუდაპეშტში დახურა სოროსის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი. ის ადგილი, სადაც ევროპელი ახალგაზრდების ინდოქტრინაცია ხდებოდა მავნებლური ლიბერალური იდეებით. უნივერსიტეტმა უნგრეთი დატოვა და ვენაში გადაინაცვლა. მეორე ეტაპზე უკვე ფონდ ღია საზოგადოებას მიადგნენ უნგრეთში და ისინიც გააძევეს ქვეყნიდან. უნგრეთის პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ სოროსის დესანტი ბრიუსელში ეცდება პოზიციების გამაგრებას. ჯორჯ სოროსი ამერიკაში დამარცხდა. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა, თუმცა სოროსის ჯარისკაცები ახლა ბრიუსელს უტევენ. ისინი ძალაუფლების კონცენტრაციას
კონცენტრაციას ბრიუსელში ცდილობენ, ამიტომ ევროპა მძიმე პერიოდს გადის. თუ გვინდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს უნგრელ ხალხს სურს, მხოლოდ ერთი მიზანი უნდა გვქონდეს და ეს მიზანი აღნიშნული ძალების ბრიუსელიდან გაძევება გახლავთ. ისინი ერთ დიდ ხომალდში უნდა მოათავსო და ამერიკაში დააბრუნო. თუ ამას არ გავაკეთებთ, ბრიუსელი ახალ ვაშინგტონად გადაიქცევა. შედეგად კი ევროპაში დემოკრატების პოლიტიკა გაგრძელდება, რაც ევროპელი და უნგრელი ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. აქედან გამომდინარე 2025 წელს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა სოროსის იმპერიის ევროპიდან გაძევება და მათი უკან ამერიკაში დაბრუნება გახლავთ. შემდეგ კი მათ მიმართ დონალდ ტრამპი იმოქმედებს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ვფიქრობ, უნგრეთი, რომელიც ყოველთვის იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სოროსის იმპერიას საკუთარი ქვეყნიდან განდევნის. წელს ეს ჩემი მთავარი ამოცანაა. მოვიდა დრო, რომ ჰაერი გავწმინდოთ და ადგილი მივუჩინოთ იმ უცხო ძალებს, რომლებიც უნგრეთის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს. ვიმედოვნებ, რომ ამ ბრძოლაში უნგრეთი მარტო არ იქნება და პატრიოტი ლიდერები ევროპის მასშტაბით იგივეს მოიმოქმედებენ, რადგან ისინი სუვერენულ პარტიებს წარმოადგენენ და მათი და ჩვენი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს. ჩვენ ამ პროცესებს დავიწყებთ, თუმცა ამ გზაზე სხვებიც შემოგვიერთდებიან. ვიქტორ ორბანი ბრიუსელს სოროსის სათავო ოფისს უწოდებს. მის მიერ დახარჯული ფულით და ლიბერალური ინკუბატორის წყალობით სოროსი ნეოლიბერალური, ელიტური მმართველობის შრილოვან ლიდერად იქცა. სოროსმა და მისმა ფონდებმა 10 წლეულების განმავლობაში არაფორმალური გავლენის მთელი სისტემა ჩამოაყალიბეს დასავლეთში. სოროსის ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში. არასასურველი კანდიდატების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აჩაღებდნენ და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ დემოკრატიული პროცესის მიმდინარეობაზე. ასე მაგალითად, ილონ მასკი სოროსს კაცობრიობის მტერს უწოდებს. In my opinion, ჩემი აზრით, მას ფუნდამენტალურად ძულს კაცობრიობა. ეს ჩემი აზრია. ის აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც კაცობრიობის საფუძველს ანადგურებს. ეხმარება ისეთ ხალხს არჩევაში, რომლებიც უარს ამბობენ დამნაშავეების დასჯაზე. სოროსი არც ერთი ქვეყნის მოსახლეობას არჩევნების გზით არ აურჩევია, მაგრამ ამის მიუხედავად ის ბევრი დასავლური და არადასავლური ქვეყნების ლიდერების არჩევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის დახურულ კარტს მიღმა პირადად ხვდებოდა უამრავ გავლენიან პოლიტიკოსს და მსოფლიოს მომავალს გეგმავდა და განიხილავდა ბილდერბერგის კლუბში თუ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. 2019 წელს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯორჯ სოროსს ბოლო 4 წლის განმავლობაში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის ლიდერებთან 15 შეხვედრა ჰქონდა გამართული პირისპირ. ვინ მისცა მას ამის მანდატი? ეს ხომ სხვა არაფერია, თუ არა არაფორმალური ანტიდემოკრატიული მმართველობა. რატომ სდუმს ამაზე ევროკავშირი? შეიძლება იმიტომ, რომ სწორედ სოროსის ორგანიზაციებში არის გამოზრდილი ბრიუსელის ელიტა და მოსახლეობის მაგივრად მის მიმართ თვლიან თავს ანგარიშვალდებულს. მასკის ერთმა ტვიტმა, სადაც მან მხარი დაუჭირა ალტერნატივა გერმანიას, ევრობიუროკრატია სრულად აღაშფოთა, მაგრამ სოროსი და მის მიერ მართული ორგანიზაციები პირდაპირ ერეოდნენ უამრავი ქვეყნის შიდა, სუვერენულ საქმიანობაში. ეს ევროკავშირის წარმომადგენლებს საერთოდ არ აღელვებდა და პირიქით მხარსაც უჭერდნენ. სწორედ ამაზე საუბრობს იტალიის პრემიერ-მინისტრი. Il problema sarebbe საბოლოო ჯამში რა არის პრობლემა? პრობლემა არის და იქნება ის, როცა მდიდარი ხალხი იყენებს საკუთარ რესურსებს, რათა დააფინანსონ პარტიები, ასოციაციები, პოლიტიკოსები და ამით პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სახელმწიფოებზე. ამას ილონ მასკი არ აკეთებს. მან დააფინანსა მისი ქვეყნის კანდიდატის საარჩევნო კამპანია იმგვარ სისტემაში, რომელშიც სხვათა შორის საკმაოდ მიღებულია ამგვარი პრაქტიკა, თუმცა მე არ გამიგია, რომ მასკი აფინანსებდეს პარტიებს, ასოციაციებსა თუ პოლიტიკოსებს, მაგალითად ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი. მიმაჩნია, რომ ეს საშიშია, როცა ერების სხვა სახელმწიფოების საქმეებში, მათ სუვერენიტეტში, როცა ეს მოხდა, მე მითხრეს, რომ ეს თურმე ფილანტროფია. სოროსის იმპერია ჩვენს თვალწინ ემხობა, როგორც მის მიერ ნაშენები ნეოლიბერალური სისტემა. ევროკავშირის ბოლო ბრძოლის ველი იქნება, სადაც მავნებლური და ანტისახალხო იდეები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს მათ მოლაპარაკე თოჯინებთან ერთად. ვიქტორ ორბანმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წელი ევროპაში სოროსის გავლენის დასრულების წელი გახდება. ამ მოლოდინს ამყარებს ისიც, რომ ორბანი მარტო აღარ არის და ახლა უკვე შეიძლება ითქვას, მის პოზიციას ტრამპის ადმინისტრაციაშიც უჭერენ მხარს. ყოველი შემთხვევისთვის, თუ კი ორბანის სიტყვებით ბრიუსელის ბიუროკრატია, ანუ ევროკრატები ჯიბეში ჰყავს სოროს,
ფინიების სახით მეინსტრიმ მედია ახავს. ეს უკვე ილონ მასკის სიტყვებით. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.